მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გადაცემას წარმოგიდგენთ ჟურნალისტთა გაერთიანება ობიექტივი, გადაცემას წამოწყობ მე ალევა ხუნწარი, ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ლუკა კურტანიძე, ჩვენ ვილაპარაკებთ სახალხო კრებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო ლუკა, მადლობთ რომ მოგწადეთ. მადლობთ პირველ რიგში მოწვევისათვის და მადლობთ რომ ასეთი შეფასება გააკეთეთ. დიდი მადლობა. პირველი კითხვა მდებარეობს შემდეგში. ჩვენ არ ვილაპარაკებთ დღეს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს, ვინაიდან რადგან ეს პარტია არის წევრი საერთო სახალხო კრების, ჩვენ ვილაპარაკებთ საერთო სახალხო კრებაზე, მოძრაობაზე, რომელიც უნდა გაიმართოს 25 ნოემბერს და თქვენგან გვინდა მოვისმინოთ, სად გაიმართება თქვენი კრება და რა ფორმატში გაიმართება? სანამ გაიმართებოდა, სანამ 25 ნოემბერი დადგებოდეს, მანამდე სახალხო კრებამ უდიდესი შრომა ჩაატარა, მოიცვა სრულად საქართველოს, მოიარეთ მთელი საქართველოს, შეხვედრები ჰქონდა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და მე ვიტყოდი რომ ესეთ თქვათ შექმნილ რაც არის საქართველოში რა რეჟიმით სუფერს მიუხედავად ამისა ხალხის ასე ვთქვათ ესეთი გამოცოცხლება ყველა რაიონში ეტყობოდა, დაიღალა ხალხი იმ რეალობით, რა რეალობას დღეს არ აძლევს ნორმალურ ადამიანს თავისუფლად იცხოვროს იმ ქვეყანაში, სადაც მიუხედავად იმისა, რაც გამოიარა საქართველომ, მიუხედავად ამისა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გავეხარჯოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის და ამ ადამიანებს, ზუსტად ამ ადამიანებს, რომელსაც საქართველოს ასე ძლიერ უყვართ, არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ნორმალურად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. აი ამ ადამიანების ძალიან დიდმა წრემ მიიღო ინფორმაცია, რა წარმოადგენს საერთო სახალხო კრება, რა ამოცანები აქვს და რა შეუძლია მას გააკეთოს და გადაწყვეტოს. პირველ და აი აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, იმიტომ რომ თითოეულმა ჩვენმა შეხვედრამ, რომელიც ჩვენ კეროზემოთ მოგახსენეთ, რომ სრულად საქართველოს მოიცავით, მოგვცა ის ძალა, რომ გვათქვენებს იმას, რომ 25 ნოემბერი პარლამენტის წინ დღის 3 საათზე იქნება მასშტაბური, იქნება ის რეალური ძალა, რომელსაც დანარჩენი საქართველოს დაინახავს და ეს დანარჩენი საქართველოს აუცილებლად შეუერთდება ამ ბირთვს, რომელსაც სწადია და შეუძლია რომ ყველაფერი ის რეალური ის მდგომარეობა, რაც საქართველოში არის, ის სიდუხჭირე, ის გაუტანელობა ქართველებს შორის, რაც ამ რეჟიმმა ასე ვთქვათ ჩამოაყალიბა და ასეთ აი ამის ყველაფრის ასე ვთქვათ დემონტაჟი უნდა და როდესაც ჩვენ ვინც აი სახალხო კრებაში ვარ და ვინც სახალხო კრების ირგვლივ ასე ვთქვათ გაერთიანდა დღეს მათმა უნდა ანახონ თავგანწირვა დანარჩენ საქართველოს, რომ დანარჩენ საქართველოს მიეცეს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები უკან არ დაიხევენ. და ნამდვილად ამისთვის ვარ თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული 25 ნოემბერს 3 საათზე. ანუ 25 ნოემბერს შეიძლება ითქვას, რომ დაიწყება ის დიდი საპროტესტო ტალღა, რომელიც უნდა დაიწყოს და რომელიც უნდა თქვენი აზრით უნდა დამთავრდეს ამ ხელისუფლების დემონტაჟით. თქვენ როგორ აპირებთ საერთო სახალხო მოძრაობა ამ ყველაფრის, ანუ რა ფორმატით და რა წესებით იბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს კონსტიტუციურ ფარგლებში, რა თქმა უნდა. ჩვენ ცხოვრობთ ცივილიზებულ სამყაროში, თვლით ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ წევრად და გვინდა რომ ჩვენც ცივილიზებული და ღირსეული ვიყოთ, ამიტომ ჩვენ გაათმაგებულად ვიბრძვით ამისათვის, რომ დანარჩენმა მსოფლიომ ნახოს, რომ ჩვენ აქ ვართ იმ პრინციპების ერთგული, რასაც დანარჩენ მსოფლიოსთვის არის მაგალითი და ეს მაგალითები ძალიან ბევრია როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ იმ კარგ ასე ვთქვათ მისაბაძ ქვეყნებს ასე ვთქვათ იმ მაგალითს ავიღებთ, იმ ქვეყნებიდან იმ მაგალითს ავიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი და მისაბაძი და დანარჩენი რაც დანარჩენით კი ამას შევაზავთ, რა თქმა უნდა, ეროვნული ღირებულებებით, რის უმისოდაც საქართველოს და ქართველიერი ვერ იარსებებს. მე ერთი რამ მინდა სახალხო კრების ასე ვთქვათ სწორუპოვარმა გზამ, რომელმაც
ამან დასაწყისიდან დღეს და ასე ვთქვათ აი 25 ნოემბრამდე რაც განვლო ამან დაარწმუნა სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და საზოგადოების სხვადასხვა წევრები რომ ეს არის მართალი გზა და მოგახსენებთ რომ ჩვენ სახალხო კრებაში თავიდანვე როგორც იცით რომ ასე ვთქვათ ამ აგდარში ედგა დემოკრატიული მოძრაობა მის ლიდერთან ქალბატონ ნინო გურჯანაძესთან ერთად შემდეგ შემოგვიერთა არასამთავროები ეკა ბესელიას სახით და სხვადასხვა კიდევ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და დღეს ასე ვთქვათ აი რამოდენიმე დღეს უკვე ოფიციალურად გაჟღერდა რომ ჩვენს მოძრაობას შეუერთდა ფორუმი რომელსაც ნამდვილად თავისი სიტყვა ეთქვის საქართველოში და ეს იმიტომ რომ ჩვენი და ასე ვთქვათ არჩეული გზა და ჩვენ რა გზითაც მივდიოდით ეს იყო მართალი და როდესაც ადამიანები ხედავენ ასე ვთქვათ მოქმედებაში და საქმეში მართალ საქმეს იქ აუცილებლად ჭეშმარიტი ქართველები და საქართველოსთვის ასე ვთქვათ გამსჭვალული ადამიანები ეროვნების მიუხედავად იყრიან თავს იყრიან იქ სადაც ნამდვილად ხედავენ მართალ და ძლიერ ძალას ეს ძლიერი ძალა ჩამოყალიბდა და ჩვენ ველოდებით ყველა დანარჩენ საქართველოსთან ერთად 25 ნოემბერს და 25 ნოემბერს მოხდება აუცილებლად ჩატარდება ასე ვთქვათ სახალხო კრება და ლეგიტიმაციას მიიღებს სახალხო კრება და ამის შემდეგ ხალხის მოთხოვნისა და ხალხის დაკვეთის შედეგად ის იმოქმედებს მაგრამ აუცილებლად მიუხედავად იმისა თქვენ იცით რომ ჩვენ გვინდოდა სახალხო კრება ჩატარებულიყო ასე ვთქვათ გადახურულ ფორმატში ეს უნდა ყოფილიყო სპორტის სასახლეში ჯერ თავიდან მოგეხსენება სპორტის სასახლე რომ ახალი გარემონტებულია მაგრამ მათი ასე ვთქვათ პასუხიდან გამომდინარე ისევ რემონტზე გაუშვეს შემდეგ ლოკომოტივის სტადიონი გადავწყვეტეთ ლოკომოტივის სტადიონი ისევ სარემონტო გახდა და ნუ მოკლედ ყველაფერი ის რაც ჩვენ გვინდოდა რომ ცივილიზებულად არავის შეწუხებით არავის ასე ვთქვათ შეგვეფერხებინა არავის გადაადგილება იმიტომ რომ იცით თქვენ რომ თუ რუსთაველზე რომ გადასვლა რუსთაველი უნდა გადაეკეთოს სახალხო კრებას თავისი ატრიბუტები სჭირდება რომ კრება ჩატარდეს ეს ბევრ ასე ვთქვათ ნიუანსებთან არის დაკავშირებული რომელიც ქმნის აჟიოტაჟს მაგრამ ჩვენ გვინდოდა ეს ცივილიზებულად გაგვეკეთებინა მაგრამ ყველას გასაკვირად თქვენ იცით რომ ევროკავშირის წარმომადგენლებსაც შევხვდით ელჩებს შევხვდით და მათი გასაკვირად ვერ აღიქვეს ის რომ რატომ ხელისუფლებამ არ დაუთმო იმ ხალხს იმ ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ის განკუთვნილი ადგილი რომელსაც ისინი ითხოვდნენ ვერანაირი ახსნა ვერ მოპოვეს ჩვენ იცით რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ასე ვთქვათ სადაც ცენტრალური მისაღებია ჩვენ ქონდა წერილი შეტანილი ეკონომიკის სამინისტროში ლოკომოტივის სტადიონი ასე ვთქვათ დაეთმოთ მათ არც აციეს არც აცხელეს მათი ცინიზმიდან გამომდინარე როდესაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი როდესაც რეზო ესაძე როდესაც გოგი ქავთარაძე და ის ღვაწლმოსილი ადამიანები მივიდნენ და პასუხისგასაგებად გავიდნენ ეკონომიკის სამინისტრომ კარები თვალწინ ჩაუკეტა მისაღები თავარი მისაღები ესა და ეს ზოგჯერ ადამიანი შეიძლება დაიბნე კიდეც რომ როგორ შეიძლება ადამიანი რომელსაც ადამიანი თავისი ცხოვრებით ამხელა ღვაწლმოსილი არის და ქვეყნისთვის და ერისთვის ამდენი საქმე გაუკეთებია ასე ცინიკურად მოიქცე შეიძლებოდა იქ ადამიანს ახალგაზრდები მოსულიყვნენ და დელიკატურად თავისი როგორც შემდეგ რამოდენიმე ადამიანმა ასე ვთქვათ მეორე პირში გადმოგცა პასუხი რომ ჩვენ ლოკომოტივის სტადიონს ამ და ამ მიზეზით ვერ გვაძლევენ მაგრამ ის ფაქტი რომ ასე ცინიკურად იქცევიან და ხალხს ასე ღვაწლმოსილ ადამიანებს აბუჩად იგდებენ მე მგონია რომ არავინ არ არის დაზღვეული დანარჩენ საქართველოში რომ ჩვეულებრივ ადამიანს რომელსაც ჯერ კიდე ცხოვრებას ახლა იწყებს მას როგორ მოექცევიან ანალიზი ძალიან ადვილია რაც შეეხება ცოტა შორს წავედი მაგრამ ყველა ცივილიზებული მეთოდით რაც არის კონსტიტუციის ფარგლებში იმიტომ რომ ძალიან დიდი განხილვებია დამერწმუნდნენ საინიციატივო ჯგუფში რომ ყოველ დღე მიდის იმაზე სრუნვა რომ ეს ყველაფერი ჩარჯდეს კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანად და მშვიდობიან ბევრი რამ
ბევრი რამ ჩარჩოები არის, რითაც შეიძლება ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ წავიდეს, მშვიდობიანად წავიდეს და თავის მომავალ თაობას მისცეს მაგალითი, რომ როდესაც ადამიანი უკვე ამოწურავს თავის თავს და შემდეგ უნდა წავიდეს, ასე რომ შესაძლებელია საქართველოში, ასე ვთქვათ, ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ხელმძღვანელობის შემდეგ ამ ჯგუფმა გადაწყვიტოს, ასე ვთქვათ, გადადგომა და მშობლებაში წასვლა, რომლებმაც უკვე თავისი თავი ამ ხელისუფლებამ უამრავი ხალხის თვალსაზრისით უკვე ამოწურა თავის შესაძლებლობები. როდესაც ადამიანი თავის შესაძლებლობას ამოწურავს ამა თუ იმ სფეროში, დამერწმუნეთ და ის არ ხვდება ამას, ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს. დიახ, რაც შეეხება თქვენზე არ დათმობას ლოკომოტივის სტადიონის, იქ იყო თქვენ ქალბატონო ნინო გურჯანის ბრძანა კავკასიის ეთერში, რომ მიზეზი იყო იმისა, რომ საფარი უნდა შეიცვალოს, მგონი თქვენ საფარი აღარ გქონდა. ჩვენ ახლა ნამდვილად ფეხბურთისა და რაგბის თამაშს ნამდვილად არ ვაპირებდით, ვაპირებთ. რაც შეეხება დაიწყება 25-ში საპროტესტო ტალღა და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური და თქვენ როგორ თვლით, თქვენ მივა იქამდე სახალხო კრება, რომ დაждდება ხელისუფლებასთან და მოლაპარაკებებს დაიწყებს და ისე ხო არ მოხდება ისე როგორც მოხდა არაერთგზის და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას. ანუ თქვენ ხართ მზად ბოლომდე უკომპრომისოდ მიიყვანოთ დაწყებული საქმე, რაც დაიწყეთ 29 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ არა დიალოგის ასე ვთქვათ, რომ უკვე ამოიწურა, იმიტომ რომ დიალოგს არავითარი აზრი არ აქვს. შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ როგორ პროცედურულად, როგორ გადაწავიდეს ეს ხელისუფლება მშვიდობიანად სახალხო ითხოვთ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის წასვლაზე, შემდეგ ანომერაბიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არამედ მთლიანად ამ ხელისუფლების წასვლას. ჩვენ ვითხოვთ ყველა პირველი პირის ასე ვთქვათ, გადადგომას და მათი ხელისუფლებიდან წასვლას. ეს არის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა და დანარჩენი როგორ მოხდება, ეს რა თქმა უნდა სათათბირო არის, დიალოგის გზით უნდა მოხდეს, იმიტომ გადაცემა უნდა მოხდეს უფლებამოსილებების და შემდეგ სახალხო კრებამ უნდა უზრუნველყოს ასე ვთქვათ, დემოკრატიული არჩევნები. ანუ დროებითი მთავრობის შექმნა? ამას უკვე დრო მოითხოვს, როგორც დრო მოითხოვს, როგორც ასე ვთქვათ, გარემოება და სიტუაცია მოითხოვს, იმის მიხედვით სახალხო კრება იმსჯელებს და მის მიხედვით გადაწყვეტს. მთავარია ჩვენ ჩავატაროთ სახალხო კრება და სახალხო კრება მიიღოს, ასე ვთქვათ, სრულუფლებიანი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია. ეს არის პირველ რიგში ყველაზე მთავარი. და დანარჩენი პროცედურული, ასე ვთქვათ, ნიშნები როგორ გაგრძელდება, ამას ყველანი ერთად ჩვენ ერთად დამსწრენიც და მომსწრენიც ვიქნებით. კი ბატონო, კიდევ ერთი რამ მაინტერესებს ის, რომ თქვენ გეთმობა ძალიან მცირე დრო ნაციონალურ ტელევიზიებში და რატომ ხდება ეს? თქვენს მისამართით არის წარმოქმნილი ბრალდებები არა მარტო ხელისუფლების მიერ, არამედ ოპოზიციის მიერ, რომელსაც 13 ანალებს ეძახიან, რომლებიც მონაწილეობენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში. ანუ აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები, თქვენი ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას და იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას? რომ არ ეშინოდეს, სხვანაირად ისე იქნებოდა, როგორც 13-ანელები და 20-ანელები არიან და ასე შემდეგ. რომლებსაც უნდათ, რომ მთელი, ასე ვთქვათ, თავისი ასე ვთქვათ, კარიერა ააგონ, ასე ვთქვათ, თავის კარიერულ ზდაზე იზრუნონ და არა ხალხის ტკივილზე, რომელიც ძალიან დასანანია. მე თვითონ მათგანს ალბათ, როდესაც ფიქრობენ, კითხვის ნიშანი უჩნდებათ და შეიძლება რაღაც პროტესტის ნიშანიც და რაც დროზე მოეგებიან გულს და ხალხის გვერდში დადგებიან, მით უკეთესია, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ასე თუ ისე პოლიტიკასთან ახლოს ვართ და გადავწყვეტეთ, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ხალხისა და ერისა და ქვეყნისა და ოჯახის სამსახური, ამიტომ ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციის, რასაც და იმ დაკვეთას, რომელსაც საზოგადოება და ხალხი ითხოვს და არა თითოეულ ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ
ალბათ ჩვენს კარიერაზე დამერწმუნეთ, რომ როგორც ჩვეულებრივი რიგითი ერთი პროფესიონალი ადამიანი, რომ არ მეფიქრა იმაზე, რომ ქვეყანა თუ ჩემს ირგვლივ არ იქნა ბედნიერი სახეები და არ იქნა სამართლიანი